ლევან სიხარულიძე, გიორგი, ძალიან დიდი მადლობა შენი სტუმრობისთვის. ლევანი თადარიგის პოლკოვნიკია ეს ერთი, მეორე ჩვენი პირველი წარმომადგენელი ნატოში, ახლა საგანმანათლებლო საქმიანობით არის დაკავებული. კითხულობს ლექციებს, დიდი მადლობა შენი დროისთვის. საუბრობთ თემაზე, რომელიც უკავშირდება ისეთ ორგანიზაციას, რასაც ქვია ჩრდილოატლანტიკური ალიანსი. რა თქმა უნდა, მერე ვისაუბრებთ საქართველოსთან კავშირზე, თუმცა პირველ რიგში მინდა ვისაუბროთ იმაზე, თუ რა გამოწვევების წინაშე არის დღეს ეს ორგანიზაცია, არის თუ არა გამოწვევების წინაშე და არის თუ არა მისთვის გამოწვევა რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე და ევროპაში ყველაზე დიდი ომი მეორე მსოფლიოს შემდეგ. შეკითხვა უკვე თავისთავად პასუხს შეიცავს, რა თქმა უნდა, ევროპაში მიმდინარე ომი ნატოსთვის, რომელიც უპირველეს ყოვლისა ხაზგასასმელი აღსანიშნავი რო არის კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაცია და ის არ არის შექმნილი თავის დროზე საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ და ეხლა არ არის შექმნილი რუსეთის წინააღმდეგ, ბუნებრივი არის გამოწვევა, რომ გამოწვევა არის ნატოსთვის და ნატოს ყველა წევრი სახელმწიფოსთვის ყველაფერი ის, რაც უკავშირდება აგრესიას. ხო, ცალსახად ჩვენ გვაქვს ევროპაში არაპირველი მეორე აგრესია 2008 წლის შემდეგ ეს არის მეორე ფართომასშტაბიანი აგრესია, ხო 2014-ში გარკვეულწილად იგი სახენაცვალი იყო, ჰიბრიდული მეთოდები ბრწყინვალე შევაქოთ იქნა გამოყენებული, ხო? ამხელა ნახევარკუნძულის დაკავება პრაქტიკულად უსისხლოდ ამ მცირე დანაკარგებით მართლაც არაპირდაპირ სტრატეგიული მიდგომების ალბათ ერთ-ერთი ნათელი გამოვლინება არის და აქედან გამომდინარე რამდენად ჩვენ აგრესიას უყურებთ, რეალურად ბუნებრივია ეს არის ორგანიზაციისათვის საკმაოდ სერიოზული გამოწვევა ორგანიზაციისთვის, რომელიც მოწოდებულია რომ უპირველეს ყოვლისა დაიცვას წევრი ქვეყნის მილიარდი მოქალაქის თავისუფლება, დამოუკიდებლობა და ეს ყველაფერი დგება არაპირდაპირ დარტყმის ქვეშ. რატომ? იმიტომ რაზე გავლენა შეიძლება იქონიოს თუ კი ეს ყველაფერი არ დამთავრდა ისე, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ არ უნდა ჩვენ რა ხელდობაში მაგალითად ბრიუსელის პოზიციიდან უყურებ, არ უნდა მიეცეს რუსეთს უკრაინაში გამარჯვების საშუალება და ეს მაინც საბოლოო ჯამში მოხდა და იძულებული ხარ აღიარო ის წესრიგი, რომელიც კარნახსაც შემდეგ იგი დაიწყებს, ასე ვთქვათ, კიევის მიღმა უშუალოდ ბრიუსელისა და ვაშინგტონისთვის, ბუნებრივია შექმნის სოფლიოში ისეთ არასასიამოვნო სიტუაციას და ვითარებას, როცა რაღაც ეს ლიბერალური დემოკრატია დარჩება შეხიზნული ევროპის პატარა ნახევარკუნძულზე, ცოტა იქით ამერიკის შეერთებული შტატები, გრენლანდია, ისლანდია და კანადის სახით და ნუ სოფლიოში ჩამოყალიბდება და პოპულარული გახდება ისეთი რეჟიმები, როგორიც არის შიდა პოლიტიკური თვალსაზრისით თუ აიღებ, როგორც არის დამყარებული მოსკოვში, პეკინში, ფხენიანში, თეირანში და ამ სახელმწიფოებს საშუალება მიეცემათ ის ფარული ალიანსები, რომელთანაც ესენი ერთმანეთში იმყოფებიან, ოფიციალურად გააფორმონ, იმიტომ რომ მან ყოველ შემთხვევაში უკრაინაში მაინც წარმატება მოიპოვა. საერთაშორისო ორგანიზაციების თვალსაზრისით ბუნებრივია მეტი დატვირთვა მიეცემა შანხაის საერთაშორისო ორგანიზაციას, ხო, რომელიც ახლა ეკონომიკური არის, მაგრამ აბსოლუტურად შესაძლებელი რომ მან უფრო მეტი სამხედრო განზომილებები შეიძინოს, ბუნებრივია გაცილებით უფრო გაძლიერდება რუსეთის გარშემო ჩამოყალიბებული უსაფრთხოების კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულება და რა თქმა უნდა არანაკლებად გაძლიერდება ბრიქსი, ანუ ჩვენ უყურებთ ერთის მხრივ დაქანებას, დასავლური საზოგადოების, ანუ იდეაში ვლაპარაკობთ ამაზე. ხო, მე არ ვამბობ რომ ეს აუცილებლად მოხდება. გავლენის შემცირებას, როგორც გითხარით, რაღაც პატარა ნახევარკუნძულზე თავს მოიყრის ეს ყველაფერი, რომელიც ბუნებრივია მუდმივი ზემოქმედების ქვეშ იქნება, იმიტომ რომ იქაც ყველაფერი არის შესაძლებელი, წინანდ შემთხვევაში შეინარჩუნებს საფრთხეს ნუ მათთვის ამ ქვეყნებისთვის და ეს ზოგადად შემდეგ რა თქმა უნდა აისახოს ეს გადაწყდება ალბათ უკვე 2026 წლისთვის მაინც თუ წელს არ მოხერხდება საბრძოლო მოქმედებების დასრულება, უნდა აისახოს უკვე 2030 წელი შორს აღარ არის, ხო? როდესაც მთავრდება ნატოს სტრატეგიული კონცეფციის მიმოხილვა, როგორი იქნება უახლოესი 10 წელიწადი, დეკადა, რომელიც ყველას გვეგონა რომ იქნებოდა 7 წყნარი 2030 წელს ევროკავშირში გავწევრიანდებოდი და იქიდან ნუ ალბათ 3-4 წლის შემდეგ მოგვიწევდა მეტნაკლებად უკვე ნატოში გაწევრიანებაზე საუბარი, ხო? მაგრამ ნუ გულავინახეთ ამ ყველაფერმა რასაც ადგილი აქვს უკრაინაში, ბუნებრივია შეცვალა ეს საფრთხეები და გამოწვევები, რა თქმა უნდა, წარმოშამდენად შეკითხვაზე პასუხი დადებითია და ეს თავის მხრივ უკვე მოითხოვს ალიანსისაგან ახალი სამხედრო პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმას იმისაც, რომ თუ ვინცობა ეს დადგა, რეალურად ისინი ამისთვის სათუნდა იყვნენ, ასე რომ რეალურად
45 წლის შემდეგ გარკვეულწილად ჩვენ უყურებთ ღმერთთან უქნას მესამე მსოფლიო ომის ერთ-ერთ კონფლიქტს, რომელიც ევროპაში ჩვენ ნახეთ პირველი მსოფლიო ომი, ნახეთ მეორე მსოფლიო ომი, ნახეთ ცივი ომი, რომელიც არაკინეტიკური ყველა სამივე დაიბადა ევროპაში. შესაბამისად, შიშები ძალიან მაღალია, რომ ღმერთთან უქნას, რომ ეს ყველაფერი შეიძლება კვლავ ერთხელ განმეორდეს ევროპაში, ხო? მით უმეტეს, როდესაც რუსული მოსახლეობა იმდენად არის დამუშავებული, რომ ფრაზა ჩვენ შეგვიძლია გავიმეოროთ, საკმაოდ აქტიურია. რა უნდა გაიმეორონ? 27 მილიონი მკვდარი? 27 თუ 26 მილიონი 700.000? ხო, აი საკმაოდ, მაგრამ ვისაც ამუშავებენ, ის საკმაოდ დამუშავებული არის და აბსოლუტურად უმტკივნეულოდ წირავს და წირავს. ეხლა ბოლო მონაცემები, ეხლა სისხლის მონაცემებია, დაახლოებით 960.000-მდე რუსი სამხედრო არის დაღუპული, დასახიჩრებული, დაჭრილი, გაუბედურებული, რომელიც ყოფში უკვე არასდროს აღარ ჩადგება და რა თქმა უნდა დიდი ტრაგედია და უბედურება ამერისთვის, მაგრამ აბსოლუტურად უგრძნობლად კრემლი როგორც ყოველთვის აგრძელებს თავისი პოლიტიკური მიზნებისათვის აი ამ მასის გამოყენებას. ლევან, თუ არ გააჩერეს და ვისაუბროთ, ანუ ვინ შეიძლება გააჩეროს, მაგრამ თუ არ გააჩერეს რუსეთი უკრაინაში, არსებობს ძალიან საფუძვლიანი რისკები, რომ რუსეთი ცდის ნატოს მეხუთე მუხლსაც. ანუ ერთგვარ გამოცდას ჩაუტარებს, ბალტიისპირეთი იქნება თუ პოლონეთი იქნება ეს. ყოველ შემთხვევაში რაღაცა სცენარები მუშავდება, რაზეც თვითონ ნატოშიც საუბრობენ, გერმანულ მედიაშიც იბეჭდება ხოლმე პერიოდულად ეს პუბლიკაციები და ამ ასიმეტრიულ რაღაც საფრთხეებზეც საუბრობენ, რომელიც ასიმეტრიული შეიძლება სულაც აღარ ჩანდეს დღევანდელი გადმოსახედიდან. ყოველგვარი ასიმეტრია და ამის შესახებ არის სხვათა შორის ვილნიუსის კომუნიკეში საუბარი, ყოველგვარი ასიმეტრია სულიერ შემთხვევით ძალიან გლუვად შეიძლება ასიმეტრიულ დაპირისპირებაში გადაისარდოს, ხო? ზოგადად რიტორიკულად ვიტყვი, რა თქმა უნდა, კრემლს ურჩევნია რომ არ გამოცადოს ამუშავდება თუ არა მეხუთე მუხლი, იმიტომ რომ შეიძლება შემთხვევით ამუშავდეს. ხო? და ამას მოყვება ძალიან დიდი უბედურება იმ სამყაროსთვის, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ, შეიძლება საქართველოში არ მოხდეს არაფერი მსგავსი, მაგრამ რაღაც მომენტში ჩვეულებრივ კონვენციური ომი აუცილებლად გადაიზრდება არაკონვენციურ ომში, გარდა იმისა, რომ დარწმუნებული ვარ ტაქტიკური ბირთვული არაღი მხარეების მიერ გამოყენებული იქნება, ოღონდ ის არ იქნება გამოყენებული ბირთვული თავდასხმა, ხო? აქედან გამომდინარე, ბუნებრივია გამაჩერებელი, ანუ ახალი აქ არაფერი არ აქვს, ჩვენ ის ვინც ან რამაც შეიძლება გააჩეროს, თავისთავად ჩვენ ამას უყურებთ, ეს არის ის 31-32 სახელმწიფო და უფრო მეტი ნატოსა და ევროკავშირის მიღმა, რომლებიც ყველანაირად ცდილობენ ფულადი სახსრებით დაეხმარონ უკრაინას, შეიძინონ იარაღი, მიაწოდონ, უბრალოდ უკრაინის თავარი პრობლემა ამ შემთხვევაში რაც არის, ჩვენ რასაც უყურებთ, მას აკლია ჯარისკაცები, ხო? გასაგებია რომ იგი ინახავს ფონდს, ეს იყო დაახლოებით 27 წლიდან 55 წლამდე, ხა გაიზარდა ზემოთ აიწია 60 წლამდე და ქვემოთ ჩამოიწია 27-დან 25 წლამდე, თავისთავად საკმაოდ პრობლემა რუსეთისთვისაც პრობლემატური არის, ხო? ელემენტარულად მასაც უჭერს, მაგრამ როგორც არ უნდა იყოს გაცილებით უფრო ბევრი რეზერვები აქვს. რაც შეეხება თვითონ მეხუთე მუხლს თუ კი დაუშვათ ცუდი სცენარი განხორციელდა და კიევი იძულებული გახდა დაასრულოს რაღაც ეტაპზე ყველა იმ პირობით, რომელიც რუსეთს სურს პირობითად ვთქვათ ეს საომარი მოქმედებები. ყოველ შემთხვევაში, რასაც მე უყურებ უკრაინიდან, რა ქვია, ჩრდილო-აღმოსავლეთის ფლანგთან მიმართებაში, ნამდვილად არ უნდა აძლევდეს რუსეთს იმის საშუალებას, კრემლს იმის საშუალებას, რომ რამენაირად მეხუთე მუხლი ვარგისიანობა გამოსცადოს, ხო? ჩვენ ახლა ისევ და ისევ ბრიუსელის პოზიციიდან ვლაპარაკობ, ბრიუსელს, ანუ ზოგადად ნატოს, რომელიც ყველაზე ქმედითუნარიანი უფრო მეტად ვიდრე ევროკავშირი, რომელიც უფრო ფინანსური კეთილდღეობაა, ეს უფრო სამხედრო და პოლიტიკური სიძლიერე არის აკუმულირებული ამაში. აღმოსავლეთში არის 8 საბრძოლო ჯგუფი, ხო? ჯერ მადრიდის გადაწყვეტილება იყო და შემდეგ უკვე იმაში, რა ქვია, ვილნიუსის კომუნიკეშიც 2023 წლის ივლისში, 11 ივლისში იყო, მე მგონი, იქაც აისახა, რომ ადვილი შესაძლებელია, როგორც კი ამისი აუცილებლობა დადგება და სამწუხაროდ ამისი აუცილებლობა დგება, 8 საბრძოლო ჯგუფი გადაკეთეს 8 ბრიგადად. ხო? ანუ ეს 8 ბრიგადა არის პრაქტიკულად ნატოს ბრიგადები შედგება ის, რომ თითქოს ბრიგადამ უნდა შეძლოს 2 საბრძოლო ჯგუფის გამოყოფა. ხო? ანუ რეალურად 8 ბრიგადა
შესაბამისად გახდება 16 საბრძოლო ჯგუფი. ერთი ჩვენ უკვე ვნახეთ, ლიეტუვაში არის მე მგონი თუ მახსოვს 5000 გერმანელი რამდენიმე დღის წინ, ხო, ნუ აქედან 200 სამოქალაქო 4800. ანუ პრაქტიკულად მაგით ვთქვი, რომ სამწუხაროდ უკვე გახდა ეს აუცილებელი და საჩვენებლად გამაფრთხილებად ერთი ბრიგადა დაიკავა თავისი ადგილი. ანუ ასეთი იქნება 8 ბრიგადა, შესაბამისად 16 საბრძოლო ჯგუფი. თავისთავად ნიშნავს, რომ დაძაბულობა ბუნებრივია იზრდება, ხო, ფინეთის საზღვრების გასწვრივ იზრდება დაძაბულობა, ნუ მაგრამ თქმული მანევრები დამთავრდება და შემდეგ ყველა თავის ადგილას დაუბრუნდება, მაგრამ ჯერჯერობით ეს არის ერთადერთი საშუალება, რაც კრემლს ძალიან კარგად ესმის, ხო? ხა საუბარი იმის შესახებ ბირთვულობთან დაკავშირებით, რომელზედაც კრემლი ამდენს ლაპარაკობს, ყოველ შემთხვევისათვის ტაქტიკური არაღის გამოყენებაზე, აქაც მე ვფიქრობ, რომ არღის ნატოს ნევრების გამოცდა, იმიტომ რომ ხა ერთი არის რას ლაპარაკობენ ოკეანის გაღმა, გააკეთებენ, არ გააკეთებენ, როგორ და რანაირად იქნება, იმიტომ რომ 2022 წლის იანვარში ხელი მოეწერა ხუთივე სახელმწიფოს, რომელიც არიან გაერთიანებების ორგანიზაციის მუდმივი ხუთეული, მათ ხელი მოაწერეს დეკლარაციას, რომ ვალდებულება აიღეს, რომ არ მოხდებოდა ერთმანეთის წინამდე ბირთვული არაღის გამოყენება. გასაგებია, მაგრამ ეს არ იძლევა იმის საფუძველს, შენ ვილაპარაკოთ, რომ ნატოს მიატოვებს ამერიკის შეერთებული შტატები, რატომ ელემენტარულად, იმიტომ რომ ჯერ ისეთი თუ მიტოვებას აპირებ, შესაბამისად ეს უნდა დოკუმენტში აისახოს. დოკუმენტში თუ აისახება, ამერიკელებმა უნდა დატოვონ ბირთვული დაგეგმვის ჯგუფი, რომელიც არის ბრიუსელში. ის ხალხი ჯერჯერობით არის და მუშაობს, ხო? უფრო მეტიც, თებერვალში მოხდა B-52-ის გადმოყვანა ფერფორდის, რომელიც არის ბრიტანეთის სამხედრო საჰაერო ძალების სამხედრო საჰაერო ბაზა, იქ და სულ რაღაც მე მგონი 20-21 მაისი იყო რამდენიმე დღის წინათ ესპანეთში, ხო? ანუ თავისთავად განაცხადია, რომ ერთიანას ლაპარაკობენ, მაგრამ მეორე არის სინამდვილეში რა კეთდება. ამდენად ჩვეულებრივი შეერაღებული ძალების თვალსაზრისითაც და ბირთვული შეკავება დაშინების თვალსაზრისითაც, ხო, ალბათ უფრო შეკავებით, დაშინებით შეკავება უფრო ეთქმის დეტერენსი, რასაც ქვია, ხო, იმიტომ რომ იყო თავის დროზე containment, რომელიც არის წმინდა წყლის კლასიკური შეკავება, მაგრამ ეს არის დაშინებით შეკავება, ორივე კომპონენტი რა თქმა უნდა ადგილზეა, პლუს კარგად ვიცით რომ ბირთვული არის ტრიადა. ის ტრიადაც ადგილზეა და ჩვეულებრივი შეერაღებული ძალებიც ადგილზე არის. დამატებით ახლა მიმდინარეობს, რა თქმა უნდა, სამხედრო თვალსაზრისით საჰაერო თავდაცვის სისტემების განლაგება, გაძლიერება, ახალი თანხების ჩადება, ახალი ტექნოლოგიების ათვისებაში და შემდეგ მასშტაბდანერგვაში, ასე ვთქვათ, არ არის ეს თლათ ისე ადვილი კრემლისთვისაც, რომ ამას ყველაფერს არ უყურებდეს და დამერწმუნე ალბათ გაცილებით უფრო მეტად იციან რა ხდება, ვიდრე დასავლეთის ღია პრესა იძლევა იმის საშუალებას, რომ ჩვენ ეს წავიკითხო და ჩვენი დასკვნები გავაკეთოთ, ასე რომ მეხუთე მუხლი მე ღრმად ვარ დარწმუნებული იმუშავებს, კიდევ ერთი მომენტი ეს არის თვითონ ძალიან კარგად საუბრობენ ამის შესახებ ვილნიუსის კომუნიკეში, რეგიონალური გაძლიერება და რეგიონალური აღშენებლობა შეერაღებული ძალების და იმ წევრი სახელმწიფოებისა, რომლებიც აქ არიან. ჩვენ შეგვეძლო სპეკულაცია გვეწარმოებინა, წავალთ თუ არა ესტონეთის დასაცავად, ხო? ძველი შეკითხვა არის, გემახსოვრება ალბათ საერთაშორისო პოლიტიკიდან, იყო ესეთი ფრანგული გამოცემა, ერთ-ერთი ჟურნალი დაწვრილებად არღის ამაზე ჩაღრმავება, რომელსაც დასვა კითხვა, რატომ უნდა მოვკვდეთ ჩვენ დანცინგისთვის? ხო, შენ შედეგი სახეზე და ბოლო შენ რომ არ იბრძოლე დანცინგში, პარიზში გერმანელები ნაცისტები შემოვიდნენ, ხო? ანუ საუბარი იმაზე, რატომ უნდა წავიდეს ახლა პორტუგალია და იბრძოლოს ტალინის დასაცავად არის ისტორიამ გიჩვენა და გიჩვენა არაერთხელ, რომ შენ თუ ამას არ გააკეთებ და ადგილზე არ მოსპობ აგრესიას, ისევ ჩვენი დღეს შენ დაგიკაკუნებს კარებზე, ხო? ხო და მაგრამ ეს არის ასე ვთქვათ ფსიქოლოგიური მდგომარეობა. რაც შეეხება გეოსტრატეგიულ მდგომარეობას, თუნდაც შენ შეკითხვაზე ბალტიისპირეთის ქვეყნებში, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში რა მოხდება, რომელზედაც მხოლოდ ვითომ მაგაზია აქვს პრეტენზია ხამრავი ხა ფინეთი შედიოდა რუსეთის იმპერიაში. და შვედების მიმართაც არც თუ ისე მარტივი დამოკიდებულება ჰქონდათ ყველაზე პირველად. ხო და რამდენიც შვედეთი და ფინეთი უკვე ნატოს წევრი სახელმწიფოები არიან,
გეოსტრატეგიული მდგომარეობა წმინდა სამხედრო თვალსაზრისით ბალტიისპირეთის უბრალოდ ბალტიის ზღვაში საკმაოდ საიმედო პრაქტიკულად ნატოს ტბად იქცა, ხო? საინტერესო იყო სხვათა შორის რუწის შეხვედრა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრთან, რომელიც თქვა, რომ საიდუმლო შეხვედრა ჰქონდა და ის რაც საიდუმლო შეხვედრაზე გაჟღერდა, ხა ზოგადად მოგეხსენება დასავლეთის ჟურნალისტიკების ამბავს, სადღაც გამოკეკეს. მოკლედ იქ აღინიშნა ასევე, რომ მე პრემიერ-მინისტრის დაეთანხმა, რომ ერთ-ერთი საკითხი, რომელიც განიხილებოდა, იყო ასეთი: ჩვენ სკანდინავიის ნახევარკუნძულზე, ისე ბრიუსელის პოზიციიდან დარაგობ, ქონდა როგორი ზურგის უზრუნველყოფა, ისი რომელიც მიდიოდა ოსლოდან ჩრდილოეთში და ჩრდილოეთიდან ჩამოდიოდა სამხრეთში, იმიტომ რომ მხოლოდ ნორვეგია იყო წევრი. ეხლა მიმდინარეობს არა ჩრდილოეთი, სამხრეთი ჩრდილოეთის ლოჯისტიკური ხაზის აღმშენებლობა, არამედ მიმდინარეობს დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით, ანუ სისტემაში, ლოჯისტიკურ სისტემაში ერთვება ფინეთიც და შვედეთიც, ხო? მოდი ცოტა კიდე უფრო მეტი ვისაუბროთ ლოგისტიკურ უზრუნველყოფაზე, იმიტომ რომ რამდენიმე წლის წინ დაიწყეს, ჯერ კიდე სანამ რუსეთი დაესხმებოდა თავს უკრაინას, მანამდეც ამ ლოგისტიკას ჯერ კიდე ბრიდლავი რო იყო ევროპაში. ანუ ეს ლოგისტიკური გზები, სარკინიგზო ხაზები და ასე შემდეგ ნატოს სწრაფი რეაგირების ძალები და იქნება უფრო მეტი მოგვიყვე ამის შესახებ, როგორი მზადება მიმდინარეობდა და რა დაემატა ამ ყველაფერს. ახალი სტრუქტურა, ანუ სტრატეგიული თვალსაზრისით ჩვენ როგორც ხონდა ევროპაში მაგალითად მოკავშირეთა ევროპული უმაღლესი მხედართმთავრობა ის თავის შტაბიან ადგილზე რჩება, ნორფოლკი თავის ადგილზე რჩება. ამ ხრივ აქ ახალი დაუშვათ არაფერი არ არის, მაგრამ არის ნატოს ახალი მოდელის ძალები, რომელიც ზუსტად 2022 წლის გადაწყვეტილების საფუძველზე ყალიბდება და ის ითვალისწინებს სამ მზადყოფნას, ანუ რეალურად მობილიზაციის სამ ტალღას. პირველ ჩვენს უკვე უყურებთ, ეს არის 0 და 10 დღე საბრძოლო მზადყოფნა და ვთქვით, რომ ერთი ბრიგადა განთავსდა. თუ საჭირო იქნება მეორე ბრიგადა ესტონეთში აღმოჩნდება, მესამე ბრიგადა აღმოჩნდება კიდევ სადღაც სხვათა შორის პოლონის საერთოდ 11500 კაცი დგას, ხო? რუმინეთში შეიძლება განთავსდეს ბრიგადა და ადრე მაგალითად მადრიდამდე იყო ვაშინგტონში მაგალითად როცა გადაწყვეტილება მიიღეს, ჩვენ ნახეთ, რომ ჯერ შტაბები გაიშალა. ეხლა ეს შტაბები საბრძოლო ჯგუფებად იქცა, ხო? იმის და მიხედვით როგორ იზრდება საფრთხე. და რაც შეეხება დაუბრუნდეთ ამ მადრიდის გადაწყვეტილებას, შესაბამისად ეს არის 0-დან 10 დღემდე ახალი მოდულის ძალები, ნატოზე გვაქვს საუბარი, ეს არის მერე 10-დან 30 დღემდე და 30-დან 180 დღემდე, ხო? როდესაც რეალურად საკმაოდ დიდი დრო ელემენტარულად იმისათვის, რომ რეალურად მთელი ეს არის მხოლოდ ის, რომელსაც უნდა კონდეს პირველადი რეაგირება. იმასთან დაკავშირებით, რაც ხდება, არ აქვს მნიშვნელობა კოლექტიური საფრთხეობა, ჩვენ კონკრეტულად თუ ვამბობთ, რაც ხდება აღმოსავლეთში, ხო? რა ძალებზე გვაქვს საუბარი ხა? აქაც ბუნებრივია გადაწყვეტილების თანახმად, ეს გადაწყვეტილება რეალურად უკავშირდება უყურეთ ფულის დახარჯვას, ხო? ის ჩვენ ვამბობთ ბრიუსელში, რომ ეს უნდა იყოს მინიმუმ 2%. უკვე ეს აღარ არის, რომ ზემოთ 2%. ეს უკვე წარსულს დამთავრდა ჩაბარდა, იმიტომ რომ აგრესიის მასშტაბები გაიზარდა, ხო? არის საუბრები, რომ 2028 წლისთვის უკვე საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია 4%-ს მიაღწევენ, ბალტიისპირეთის სახელმწიფოები ლაპარაკობენ, რომ 4 და 5% უკვე ორ წელიწადში ექნება და უდიდესი დანახარჯებია დასაკლება, სწავლა-განათლებას, სოციალური დაცვას, ბუნებრივია, ის რაზედაც დგას მშვიდობიანი ცხოვრება, სამწუხაროდ, ხო? ხო, რა ძალებზე არის აქ საუბარი, ცოტა გადავხვიეთ თემას, ეს არის დაახლოებით 30 სამანევრო ბატალიონი, როგორც მძიმე, ასევე ასე ვთქვათ, heavy and medium, ანუ მძიმე და საშუალო, ეს არის 30 საბრძოლო შენაერთი ზღვაზე, აქ ლაპარაკია ძირითადად ავიამზიდი კრეისერი, საესკადრო გამანადგურებელი და ყველაზე ქვემოთ ფრეგატი, ამაზე არის საუბარი, 30 ერთეული, რომელიც ასევე მზად უნდა იყოს, ხო? ამიტომ რომ ზუსტად ლაპარაკი ის 30-ობით არის დაყოფილი, 30 ლოჯისტიკური შენაერთი, რომელიც უნდა უზრუნველყოს ელემენტარულად მთელს ევროპაში გადაადგილება და ამავე დროს, რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს ამ 30 გემს, რომლის გარდაც ბუნებრივია სხვა საშუალებების გამოჩნდება, იმიტომ რომ მოგეხსენება, რომ გრენლანდია, ისლანდია, დიდი ბრიტანეთი ეს არის ის სამი ნახტომი, რომლითაც კანადისა და ამერიკის შეერთებული შტატების მე ვერ გეტყვი ამ უწურავი, მაგრამ უზარმაზარი რესურსები უნდა შემოვიდეს ბუნებრივია ევროპის
პორტებში, როგორც არის დაუშვოთ, თუნდაც იგივე ანტვერპენი, ხო? ყურადღებას თუ მივაქცევთ 54 წლის არდენების გერმანული კონტრშეტევა ზუსტად ანტვერპენზე იყო გამისული, რატომ? იმიტომ რომ იქ უნდა ჩაშლილიყო ლოჯისტიკა. თუ ამას დაანგრევდნენ, ბუნებრივია მოკავშირეების უზარმაზარი არმიას საფრანგეთი ნამდვილად არ უზრუნველყოფდა ლოჯისტიკურად, ხო? შესაბამისად, ეს ყველაფერი გათვალისწინებული არის და ეს ყველაფერი ზუსტად უკავშირდება მეხუთე მუხს იმუშავებს თუ არა. იმუშავებს როგორც ბირთვული შეკავებით, ისე იმუშავებს ჩვეულებრივი შეკავებით, ასე რომ არ ამგონია ხო გეუბნები ხა ირონიით დავიწყეთ, მაგრამ არ ღირს ამ შემთხვევაში ზედმეტად შეეხო და გამოსცადო იმუშავებს თუ არა. სხვა საკითხი იყო, როდესაც ნორვეგიის გარდა შენ არავინ არ ყავდა, მაგრამ უკვე ამ ორი სახელმწიფოს გაერთიანებამ და იგივე ლოჯისტიკურმა მომზადებებმა თავი რომ დავანებოთ იმას, რომ 2025 წელი, ნუ პირობითად თქვა მე-6 თვე მალე დაიწყება, უკვე 3 სამხედრო საველე მანევრები ჩატარდა, საჰაერო დესანტირება, საზღვაო დესანტირება გასაგებია უკვე, ხო, რას უმიზნებ ახლა. ეს ყველაფერი ნორვეგიაში და შვედეთში ტარდება, მაგრამ გარკვეულწილად თუ კარგად გაიცნები, მაგას ბალტიისპირეთშიც გააკეთებ, ხო? თუ რაღაცა მოხდა. და საუბარი იყო იმაზე, რომ იმ ძალებით, რა ძალებით გააჩნდა ამ სამ რესპუბლიკას, რომელიც მეტნაკლებად საქართველოს თანაფარდია 60 საათში მოხდებოდა სამივე დედაქალაქის დაკავება, დღესდღეობით ღრმად დარწმუნებული 60 საათი არ არის და ალბათ რაც არ უნდა უკან დაიხიონ, მართლა დაგვიფაროს, იმიტომ რომ ცალსახად უკვე მსოფლიო ომია და ცალსახად უკვე ბირთვული ომია. მაგრამ მარტო მაგ არ გაჩერდება, ანუ ეს არ იქნება 60 საათი, ეს იქნება ალბათ შეიძლება იყოს 60 თუ არა 30 დღე, როგორი იქნება ჩინეთის რეაქცია, როგორი იქნება ინდოეთის რეაქცია, როგორი იქნება პაკისტანის რეაქცია. ბირთვული სახელმწიფოები არიან ესენი, თუ კი ვითობა, უკვე ევროპაში დაიწყო თუნდაც ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენება, ხო? ანუ პრაქტიკულად აქედან ყოველთვის ევროპაში იბადებოდა ეს, რომელიც მერე ვრცელდებოდა თემ სოფლიოში. ეს მარტო ის სახელმწიფოები არ არის, რომელიც ჩვენ ჩამოვთვალეთ, ხო? ამ სახელმწიფოებს ბრიტანეთს, საფრანგეთს, ამერიკის შეერთებულ შტატებს უზარმაზარი გავლენები გააჩნიათ. თუნდაც რო ავიღოთ საფრანგეთი და ბრიტანეთი თავის ყოფილ კოლონიებში, რომლებიც აფრიკაშია განლაგებული, აფრიკაში რუსეთის და ჩინეთის ინტერესებიც არის, როგორ გადაწყვეტენ ადგილობრივი სახელმწიფოები რა დამოკიდებულება ექნებათ იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც ჩინეთსა და რუსეთის გავლენის ქვეშ იმყოფებიან, ანუ არის ამის გათამაშება და აქედან გამომდინარე შეკავება, დაშინებით შეკავება იმუშავებს და მართალია ხარ რამდენი მედვედევი პახმენიაზე ვერ გამოვა იმდენი ბირთვული ომით იმუქრება მართალია, მაგრამ ნუ უფრო სერიოზული ხალხი დარწმუნებული ვარ საკმაოდ სერიოზულად უყურებს იმას, რომ მეხუთე მუხლი იმუშავებს კი. მათ შეეხება ჰიბრიდულს, ნუ ეს დესტაბილიზაციის ოპერაციები ყოველთვის დარჩება, ყოველთვის იქნება გამოყენებული რაღაც გარკვეული შიდა მიზნობრივი ჯგუფები, რომლებიც ყოველთვის მოექცევიან საინფორმაციო ომის გავლენის ქვეშ და საქართველოს ბრწყინვალე მაგალითი ამისი, როგორ იცვლება მოსახლეობის გუნება განწყობილება, რომელმაც შესაძლებელია მე ხელისუფლებაში მოიყვანოს ის პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც მაქსიმალურად იქნება რუმინეთი, მაგალითად არ შედგა, მაგრამ შეიძლება შემდგარიყო, ხო? ამდენად ეს საფრთხეები ასიმეტრიული ასევე ბუნებრივია ძალაში რჩება და ნუ ბოლოს რა თქმა უნდა არც ტერორიზმი არ უნდა იქნეს ხელოვნებიდან გამოტოვებული, თუკი ჩვენ ამას გადავხედავთ ნატოს დოკუმენტებიდან და ძალიან ხშირად რუსეთის გასახსენებლად ალბათ საფრთხეებში მოხსენებულია ჯერ რუსეთი და მერე ტერორისტები. საქართველოს რო დაუბრუნდეთ, საქართველოს რომელიც ასპირანტი არის, ჯერ ეს სტატუსი ჯერ კიდე აქვს, თუმცა არაფერი გვესმის სამწუხაროდ რაღაცა ნაბიჯების შესახებ, რომელიც თბილისიდან ბრიუსელში პოლიტიკური ნაბიჯები ხო ნაკლებად. რა შეიძლება მოხდეს? ან როგორ შეიძლება საერთოდ განვითარდეს? შენ იმხელა გამოცდილება გაქვს რეალურად სტაგნაციური პერიოდიდან მოყოლებული, ანუ სადღაც აღზევება, მერე გაჩერება, ეხლა ისევ სტაგნაციაში წასვლა, რა შეიძლება მოხდეს შენი გამოცდილების გათვალისწინებით? განსაკუთრებულ აქ მე ვერაფერს ვერ გეტყვი, ეს არის ელემენტარულად პოლიტიკის შეცვლა. ხო? პოლიტიკის შეცვლის შემდეგ ჩვენ ყველას პოზიციას ოპოზიციას არ აქვს მნიშვნელობა მემარცხენე პოლიტიკური ძალა ხარ მემარჯვენე ცენტრისტი, უბრალოდ ყოველისა უნდა დავიწყოთ მუშაობა იმაზე, როგორი არის ჩვენი ეროვნული საფრთხეების სტრატეგია, რა საფრთხეები და მუქარები გაგვაჩნია. ეხლა მუშაობენ რა თქმა უნდა ამ საკითხებზე, მაგრამ ეს არის თვალსაჩინო სახელმწიფო შეშლოების სამსახური
რომელიც ძირითადად იწყებს და ამთავრებს ამაზე მუშაობას. მაგრამ ძალიან ტექნიკური მიდგომა არის საკითხის მიმართ, იმიტომ რომ აქ იწერება მთელი ქვეყნის სხვადასხვა სამინისტროებში ჩამოყალიბებული აზრი, ну, სამწუხაროდ ისიც აღარ აქვს, რა ქვია, ძალიან ბევრი რაღაცა. საგარეო დაზვერვაც აღარ არის. სამწუხაროდ, ხო, ანუ კონსენსუსი არ დგება. ტექნიკური შეფასება ერთია, მაგრამ პოლიტიკური დებატები, სად არის მტერი და სად არის აი აქედან მერე დაიწყება უკვე ცვლილება, მერე უკვე შენარჩუნებულია ეს ყველაფერი, მაგალითად კომუნიკე ვახსენე მე ვილნიუსის იქ წერია 2008 წლის ბუხარის სამის გადაწყვეტილება ძალაშია. და ნუ მერე ძირითადად ლაპარაკობენ უკრაინაზე. საქართველოს თავდაცვის საგარეო საქმეთა მინისტრ და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრ და ბოსნია-ჰერცეგოვინის საქმე მიესალმნენ და აღნიშნეს რომ ამ ქვეყნებთან თანამშრომლობენ და წერტილი. მაგრამ ჩვენთვის რაც არის მთავარი ის 2008 წლის აგვისტოს 2008 წლის ბუხარესტის სამისის გადაწყვეტილება ძალაში რჩება. ხო 2003 წლის განაცხადია. ანუ კარები როგორიც იყო ღია, ისე ღიად დარჩა. ხო ეხა შევანაძის ხუმრობა რო იქ ორპირში დიდხანს დგომა არ შეიძლება და ასე შემდეგ შეიძლება ვიხუმროთ, მაგრამ ორპირში დგომა არ შეიძლება შესაბამისად ის რომელიც წარსული სატმელი არის უნდა დაკეტო და ორპირში აღარ დარჩები შესაბამისად იქნები აბსოლუტურად ნორმალურ მდგომარეობაში, ხო? რაც გასანიებებელი იყო, ალბათ კიდევ განიევებას მოითხოვს და განიავდება ეგეც, ხო? შესაბამისად ეს ყველაფერი ამუშავდება შენარჩუნებული არის, მე ვფიქრობ, იმიტომ რომ მაგალითად მე უყურებდი ხა დრო ზუსტად აღარ მახსოვს, მაგრამ კომპიუტერზე ჩატარდა სამეთაურო საშტაბო ვარჯიში, ეს NATO Georgia exercise რო ზუსტად ეს ეკვია. ნუ რა თქმა უნდა, მოგზაურებული ძალებით, იმიტომ რომ შეიძლება რამდენიმე ოთახში ჩატარდეს, თუმცა აქაც გარკვეულწილად უკუსლა არის, უფრო პოლიტიკური ვიდრე სამხედრო, რატო იცი? იმიტომ რომ თუ შენ ქონდა, ანუ როგორ არის ეს დაგეგმილი, იცი რომ ერთი არის სამეთაურო საშტაბო, სადაც შენ ემზადები იმისათვის, რომ მომავალ ჩაატარო საველე. შემდეგ ისევ და მე ისევ საველე. ხო, ანუ ძალიან კარგად არის დალაგებული. ზოგადად რასაც უყურებთ ხოლმე და მხოლოდ რუკებზე, რაც ასევე რა თქმა უნდა კარგია, როდესაც რა თქმა უნდა ოფიცრები, გენერალური შტაბის და სხვა შტაბების იწვრთნებიან და რუკებიდან იწყება შემდეგ გამარჯობა, ხო, ბრძოლის ველზე. ასევე იყვნენ რაღაც დელეგაციები ჩამოდნენ, მაგრამ პრაქტიკულად ყოველ შემთხვევაში თანამშრომლობა შენარჩუნებული. რაღაც არის მთელი რიგი მექანიზმები, რომლის თავი და მოგონება შენ აღარ მოგიწევს. უბრალოდ ის რაზედაც ხშირად ისმის კრიტიკა, უბრალოდ არ არის პოლიტიკური წინსვლები ამასთან დაკავშირებით და მთელ რიგ კომუნიკეებში უყურებ, რომ ნუ პრაქტიკულად საქართველოს ხსენებაც კი აღარ არის, ხო? ძალიან ესეთი საგარეო საქმეთა საქმის კუთხიდან რო შევხედოთ, რომ აი ესეთი წინადადება იყო, მაგრამ შემდეგ კიდევ უფრო გაუმჯობეს და არაფერი, მე იმიტომ მოვიყვანე ვილნიუსის კომუნიკე, რომ ნუ დიდი მადლობა თანამშრომლობ საქართველოსთან წერტილი. ხო? მაშინ როდესაც მე მოყვება ამას უკრაინის 2-3 აბზაცი, სადაც აი იგივე კომუნიკეში ნათქვამია, რომ ჩემი სიტყვებით გამოსვა პრაქტიკულად იმდენად ახლო თანამშრომლობა და თავსებადობა შედგა კიევსა და დასავლეთის სახელმწიფო ნატოს წევრ სახელმწიფოებს შორის, რომ უკრაინას მაპი უკვე აღარ ჭირდება. ხო? მაგრამ შენზე არ ამბინ არ ამბობთ, რომ მაპი არ ჭირდება. ამ როგორ შენ ისევ ბოსნია-ჰერცეგოვინასთან ერთად მოექცევი იგივე სისტემაში. გასაგები ხა მოლდოვა ნეიტრალური ქვეყანა არის და თუ სცენარები დადებითად წარიმართა, შეუძლია გააგრძელოს ნატოსა და ევროკავშირის გამოსვლაში გააგრძელოს წარმატებითი ნეიტრალურად ყოფნა. არანაირი საფრთხე არ ემუქრება რა. თუ ეს იყო შეკითხვა და სწორედ უპასუხე. კი. და ბოლოს სულ ერთი მინდა რომ აი ამ რაღაცა მითზე მითი გავფანტოთ ესე იგი რა. თითქოს 97-ში იყო რაღაცა შეთანხმება ნატოს გაფართოება, არ გაფართოებასთან დაკავშირებით, მაგრამ რატომაც ეს დოკუმენტი არ არსებობს და ახლაც კრემლში ამბობენ, რომ ჩვენ უნდა მივიდეთ მაინც იქამდე, ჩვენ მოგვატყუეს და ასე შემდეგ. ეს სიმართლეა? საერთოდ რა ხდება? იმიტომ რომ აქაც ძალიან ბევრი იბნევა საქართველოში, იბნევა ის, ვინც არ იცის რეალურად რა ხდება. ეს საკმაოდ საინტერესო თემა არის. თავაზ უფრო ერთი გადაცემაც მიუძღვნათ ამას, მაგრამ მოკლედ ხო, რა თქმა უნდა, 2002 წლის თებერვალში იყო ბოლო გამოსვლა, როდესაც პუტინმა თქვა ნადული, ტყუილებით გაგვბერა ნატო. აქ საქმე ეხება საბჭოთა კავშირის დაშლის წინ და გერმანიის გაერთიანების დროს, როცა ფორმულა მუშაობდა 4+2, იმისათვის რომ მიგვეღო არა 6, არამედ 5 პოლიტიკა უცნაური რამე, ანუ ორი გერმანია გაერთიანდებოდა და პასუხში გექნებოდა 5, ხო? მან იყო ზუსტად საუბარი ელემენტარულად იმის შესახებ, რომ ნატო აღმოსავლეთით არ გაფართოვდებოდა.
და ეს ჩანაწერებში არსებობს მხოლოდ ამერიკულ ჩანაწერებში, მაგრამ საბჭოთა ჩანაწერებში იგი არ არის. უცნაურია. ძალიან უცნაურია, რომ იმიტომ რომ ბეიკერი ამბობდა, ბეიკერმა თქვა, მაგრამ ეს იმდენად უმნიშვნელო საკითხი იყო, რომ ეს სკრუპულოზურ საბჭოთა ბიუროკრატიას განსაკუთრებით თარჯიმნებს, რომლებიც ყველაფერს იწერდნენ. ძალიან საოცარია. ხო, უცნაურია, მაგრამ აღნიშნული ჩანაწერი საბჭოთა ჩანაწერებში, რუსულენოვან ჩანაწერებში ბუნებრივია არ არის. შესაბამისად, როგორ შეიძლება ვილაპარაკოთ, ანუ აღმოსავლეთის არ გაფართოებას მართლაც არის, მაგრამ აქ როგორც თვითონ ნატოელები ხსნიან, და ასევე ამავე დროს რუსი მკვლევარები ცხოს, ძალიან საინტერესო თემა, მართლაც ცალკე თემა შეიძლება მიუძღვნათ. საუბარი ეხება გერმანიაში ბირთვული იარაღის არ გადმოტანას. ხო, ჩვენ ვიცით, რომ ბირთვული იარაღი ევროპაში არის. ხო, ისე ბირთვულ შეკავებას რო დაუბრუნდებით, თუ შენ არ გინდა რომ იარაღი გამოიყენო რუსეთის წინააღმდეგ, მაშინ ეს ბირთვული იარაღი ამერიკაში უნდა წაიღო. თუ აქ ტოვებ, ნუ ესე იგი დანარჩენი პოლიტიკური განცხადებებია მხოლოდ, ხო? რატომ ელემენტარულად, იმიტომ რომ რანაირად შეიძლება შეგვპირდე მე შენ რომ მე აღმოსავლეთით არ გავფართოვდები, რომ არათუ საბჭოთა კავშირი არ არის დაშლილი. არამედ დაშლილი არ არის ვარშავის ბლოკიც. სად უნდა გავფართოვდე? გედერის შემდეგ არის ვარშავის ბლოკი პირველი ქვეყანა პოლონეთი. მე ვერანაირად ვერ გავფართოვდები. და ამავე დროს რუსეთის მოთხოვნები რომ ვაღიაროთ 91 წლის საზღვრები და გაფართოების საშუალება არ მიცეთ ნატოს პირდაპირ ურტყავს მეათე მუხლს, მაშინ შენ მეუბნები რომ მე შენი დიქტატის ქვეშ უნდა შევცვალო მეათე მუხლი, რომელიც ამბობს რომ ნებისმიერ ევროპულ სახელმწიფოს უფლება აქვს გაწევრიანდეს ნატოში. კარები ღია არის, ეს მარტო მხატვრული გამოთქმა არ არის, ეს უბრალოდ დოკუმენტში წერია, ხო? შესაბამისად ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ეჭქვეშ დგება და ერთადერთი რაც არის, რასაც ხშირად ეკნობენ, ეს არის მანფრედ ვერნერის განცხადება, რომელსაც აქ ერთ-ერთ სამიტზე ნათქვამი, ახლა აღარ მახსოვს ბერლინში ჩატარდა თუ ბრიუსელში და არის ნათქვამი გამეორებული ის, რაც რეალურად შეთანხმდა, რაზეც ლიერულად ილაპარაკეს გორბაჩოვმა და ბეიკერმა, აღმოსავლეთით არ გაფართოვდება, იქ მართლაც ითქვა, რომ არცეთი ინჩით აღმოსავლეთით არ გაფართოვდება. იგულისხმებოდა მხოლოდ რომ ეს იქნებოდა გერმანია. მეტი არაფერი, იმიტომ რომ დანარჩენი სიკით შენ ვერ გაფართოვდები ვერანაირად ეს. შეუძლებელია, იმიტომ რომ ვარშავა არსებობს, ელემენტარულად, იმიტომ რომ არსებობს საბჭოთა კავშირი, ხო? 97 არ არის, ეს არის უფრო ეს დაშლის წინა პერიოდი, როდესაც წარმოებდა ესეთი მოლაპარაკებები, ხო? და რა თქმა უნდა, აი ამ განცხადებას, ვერნერის განცხადებას მოვა ეს ყველაფერი და გარკვეულწილად შეიძლება ითქვას, რომ ხა იმიტომ უმობ შენ დღეს, რომ ვერნერმა რაღაცა თქვა, გარდაიცვალა ის კაცი მე რამდენიმე წლის შემდეგ, სადღაც ჯერ კიდევ გენერალური მდივანი იყო, სადღაც შორეულ 90-იან წლებში, როდესაც ვერენი ვერ წარმოიდგინე და ვერ საბჭოთა კავშირის დაშლა, შენ კარგად მოგეხსენებ, რომ მამა ბუშის საერთოდ წინააღმდეგიც კი იყო, რომ საბჭოთა კავშირი დაშლილი იყო და კიევში რომ ჩავიდა, იქიდან საბჭოთა ხალხებს მიმართა, რომ ასე ვთქვათ, ქვეყანაში ვინდან გადაეწყოთ და დანარჩენი შეენარჩუნებინათ. ნუ ეს უბრალოდ კეთილსურვილებად დარჩა. კეთილი ლევან, ძალიან დიდი მადლობა.